ვლაპარაკობ საზოგადოების სახელით, მე ვლაპარაკობ ლევან გაჩეჩილაძის სახელით და შე შემთხვევაში ვლაპარაკობ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანო. მე ვლაპარაკობ, მე მეგონა და ეხლაც მგონია, რომ შენ შეიყვანე საზოგადოება შეცდომაში, იმიტომ რომ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ოფიციალურად ეს არჩევნები, თბილისის არჩევნები დოკუმენტში იყო მოგებული, დღეს არის წაგებული, თბილისი არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე თამაშ შეგნებულად შეუწყო ხელი ირაკლი ალასანია ბატონო. არა, შეგნებულად მე არ მითქვია, რომ შეგნებულად შეუწყო ხელი. აბა რა წელი მიუწყო სამ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას თქვა როგორ ფიქრობთ იმაში, რომ არჩევნები წაგებულია. რაიმე წელი მიუწყო ეს? ირაკლი ალასანია იყო ლიდერი იმ პროცესის, რასაც ერქვა თბილისის მერის პირდაპირ არჩევნები და ამ პროცესში მივიღე მე ძალიან სერიოზული მონაწილეობა, ისიც ვთქვი, კიდეც ვთქვი, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი ერთიანობისთვის, რომ და მე პირადად მე ხელს ვაწერდი ირაკლი ალასანიას ლიდერობაზე და ეს ირაკლისთვისაც ნათქვამი მაქვს, მაგრამ ერთიანობა არ შედგა და ამის მერე მე თვითონ არჩევნების პროცესისადმი გავხდი როგორ გითხრათ, ცოტა უნდობლობა შემომეპარა არჩევნების პროცესისადმი და საბოლოო ჯამში დამთავრდა ისე, რაც რისი პროგნოზით მქონდა. ჩვენ მე კარგია საერთოდ მომავალზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლაც ირაკლი მას და მეც მაინც წარსულზე ვილაპარაკეთ და არჩევნებზე და თუ ჩვენ წარსულს ანალიზს ვერ გავუკეთებთ. ვერ გავუმიჩნევთ წარსულს. ხო, ამით ანალიზს თუ ვერ გავაკეთებთ, წარსულს თუ ვერ გავუკეთებთ ანალიზს, ესე იგი მე არასდროს მე არჩევნების იდეისთვის არ მithქვია აუგი. მე არასდროს მე პირიქით მე მინდოდა რომ ერთიანი ფრონტით, ერთიანი ლიდერით საზოგადოების თუ ოპოზიციის კონსოლიდაციით შეგვეტია ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის და ირაკლის რაბურთის გადაცეს ის ბურთი მართლა ელოში დაგვეტო. მართლა გულწრფელად სამივე შულს პიცავარ ეს მინდოდა. მაგრამ ეს არ გამოვიდა. არ გამოვიდა და ხმაც არ მომიღია, ერთადერთი ვთქვი ის რომ ხომ აქვს იმის უფლება რომ თქვა რომ კამპანია არის მშვიდი და არ არის ადეკვატური თვითონ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას პერსონების სადმი ადეკვატური არ არის თქო, ეს ვთქვი და იმიტომ რომ მინდოდა უფრო ცოცხალი და კიდევ უფრო რადიკალური კომპანია, მიუხედავად იმისა რომ პროცესს გავამიჩნე და გავამიჩნე კიდევ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ მე არ ჩავეჭხირე კიდევ ერთ კანდიდატად და ირაკლის პირველ რიგში და სხვებსაც ხელი არ შეუშალე. მე ვთქვი რომ ეგება მე ვწდები ამ ეტაპზე, ეგება მართლა მეშლება მე და არის ალიანსი საკმარისი ძალა, არის ირაკლი საკმარისი ლიდერი იმისთვის, რომ ის 44% რომელიც საზოგადოებამ ამ მიზეზით თუ იმ მიზეზით თუ მაგაზეც ვილაპარაკო პრობლემა არ არის. მე მომცა, იმიტომ რომ ჩემი სახელი და გვარი ერქვა იმ არჩევნებს, არ გადაგვიქცია 20%-ად ეს მე და მიცა სააკაშვილს დაუწერეს ყოველ შემთხვევაში მაშინ მიხეილ სააკაშვილს 32% და ეს გადაიქცა 60%-ად. ამაზე შემტკივა გული მე არანაირად ირაკლი ალასანია არ გამიკრიტიკებია, მე გავაკრიტიკე სოფხედელობა და ის მიდგომები და ის ნაბიჯები და არც არჩევნები არ გამეკრიტიკებია. მიდგომარის მიმართ ბატონ ლევან არჩევნების შედეგების მიმართ ის განცხადება რომელიც მეორე დღეს გაკეთდა თქვენ ამას გულისხმობთ, მაგრამ არაერთი განცხადება გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით. მოდელირებული გამარჯვება თქვენ მე მგონი ეს. მე გავაკრიტიკე მიდგომა რა არჩევნების შედეგების მიმართ, არამედ საერთოდ მიდგომა გავაკრიტიკე თვითონ არჩევნების მიმართ, კამპანიის მიმართ და მიმართ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების. ანუ თქვენი თავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი ესე ჩემი თავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი და ვინც და ირაკლი რომ ჩამოვიდა საქართველოში უთხარი რომ დღეს ოპოზიციური მოძრაობა იმდენად დაჭრილია, იმიტომ რომ ადამიანები ვერ წაიყვანა სისხლის ზღვაზე იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარვე განსაზღვრა ვინ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, ამ ოპოზიციურ მოძრაობას ჭირდება ახალი სისხლი და შეიძლება სწორედ შენ იყო ეს ახალი სისხლი მეთქი. ეს არის ჩემი სიტყვები, რომელიც ირაკლი ალასანია რო ჩამოვიდა, მე მას უთხარი. ეს არის ჩემი სიტყვები. და აქედან გამომდინარე ამ სიტყვებზე ვიყავი მე აწყობილი და საზოგადოებაც ამ სიტყვებზე იყო აწყობილი. ასე ვფიქრობდი. და მე მაქვს იმის უფლება რომ ეს ფიქრი რომ გამიკარწყლდა ეს ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ
არ შეიძლება ვიძახოთ რომ ვართ უშეცდომოები. ჩვენ მოგდის შეცდომები და ჩვენ ამ შეცდომებიდან უნდა ვისწავლოთ, გამოვიტანოთ სწორი გაკვეთილები, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ. თუ ეს ქვეყანა გადასარჩენია და არა ვთქვათ, რამოდენიმე ოპოზიციონერი არის დასასაკმებელი. რა შეცდომები იყო დაშვებული, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებას და თვლით თუ არა თქვენ მაგალითად შეცდომებთ იმას, რომ ირაკლი ალასანიას ღიად არ დაუჭირეთ მხარით, მიუხედავად იმისა, რომ არ იღებდით მონაწილეობას არჩევნებში, ამ კითხვაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი, მანამდე მინდა ბატონ ირაკლის ვკითხო. ბატონ ირაკლი, თქვენ დამარცხდით თუ არა არჩევნებში? მე მინდა ლევან შევეხმიანო ასევე რახან ჩვენ ორივე მოგვიწვიეთ, რაღაც გარკვეულწილად მინდა რომ რაღაცაში დავეთანხმოთ ერთმანეთს, რაღაცაში ალბათ საერთოს ვერ ვიპოვით. იყო ესეთი ლაპარაკები ბუნებრივია ჩვენ შორის და დარწმუნებული ვარ მომავალშიც სურთიერთობა ადამიანური ყველა ვარიანტში გაგრძელდება, შეიძლება პოლიტიკურად გავიყოთ, მაგრამ მე ლევან რეალურად საქმე სხვანაირად წარიმართა და ბოლო დღეებში მე პირდაპირ მინდა გითხრა თქვენი ტელევიზიის ეთერით, როგორც განახლებული მაესტრო დაიწყო, შენც ბატონი ოქროაშვილიც იმის გარდა არაფერს არ აკეთებდით, ჩემი გადმოსახედიდან, რომ ნიჰილიზმი შეგეტანათ საზოგადოებაში არჩევნების მიმართ. და მე არ ვთვლი, რომ ეს იყო შემთხვევითი ამბავი, რომელსაც გეტყვით. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ ციფრებზე და ახლა მართლა აღარ ჩავუღრმავდები, ეს ჩემი აზრით შორს აგვიყვანს, ვინ რამდენი მიიღო და როგორ მიიღო, მთავარია შედეგი. და მე და შენ შორის ალბათ განსხვავება ის არის, რომ ან ყველაფერი ან არაფერი, ჩემთვის არ არის ეს მიდგომა. ეს არის სააკაშვილის მიდგომა, რომელსაც მე ვებრძვი. ამ არჩევნებში ჩვენ თავარი წარმატება, რასაც მივახციეთ, არის ის, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა პროცესი, რომელიც იყო დაპირისპირების ქუჩაში, გადმოვიტანეთ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. და ამიტომ თქვი და შევაფასე, რომ ეს არჩევნები არის საზოგადოებისთვის წინ გადადგული ნაბიჯი, თუმცა თვითონ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი ძალიან ზუსტად შევაფასე, რომ ეს იყო არადემოკრატიული. და რაც თავარია დავინახეთ ისიც, რა პრობლემებია ამ საარჩევნო სისტემაში, რა ახალი ნოვატორული გაყალბების საშუალებები მოიპოვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ამის შეცვლა არის ახლა საჭირო. თუკი ჩვენ ერთობლივ ბრძოლაზე ვთანხმდებით, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორი საარჩევნო გარემო გვინდა საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იქნება საქმე. და ამაში მე ვხედავ ძალიან ბევრ თანამოაზრეს. და იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ არჩევნების მიმართ შენდობა და პიროვნებების მიმართ, ასე ვთქვათ, რწმენა გაგიცრუვდა, ეს რა თქმა უნდა შენი პირადი აზრია და ამაზე ლაპარაკის და ღიად საჭიროდ გაცხადების სრული უფლება გაქვს. ამიტომ ამაზე არ ვდავობთ ჩვენ. ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ როდესაც რაღაცას აკრიტიკებ, ალბათ რაღაცა სანაცვლო უნდა შესთავაზო. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გავლილი გაქვს ეს პერიოდი, ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები და რეალურად საზოგადოებას იმ ძალებმა, პოლიტიკურად ძალებმა ვერაფერი ვერ შესთავაზეს იმის გარდა, რომ ქუჩაში დამტკნარიყვნენ. აი ამაზეა ხა ცვლილება ერთი და იგივე წრეზე, როდესაც ლაპარაკობთ, ლევან, რომ ჩვენ დასკვნები უნდა გავაკეთოთ, იმიტომ გჭირდება წარსულში ჩახედვა, სწორედ ამიტომ გჭირდება მეც. და ვაკეთები მანალის, მე რაც ერთი წელია შემოვედი ამ პოლიტიკაში, მაგრამ საკუთარ დასკვნებზეც ერთი და იგივე წრეზე ხوار უნდა წავიყვანო მოსახლეობა. თუ არ არის არჩევნები, თუ ყველა არჩევნები მოდელირებულია, მაშინ რას თავაზობ საზოგადოებას ამაზე? კი ბატონო, კი ბატონო. მე ჩემი ხედვა საზოგადოების ცნობილია და ვაპირებ, რომ ამაზე გავაგრძელო დებატები და არა იმაზე, ვინ რა უთხარით ერთმანეთს, ეს ძალიან შორს აგვიყვანს და მე მგონი არც ჩემთვის და არც ჩემთვის ესეც არ არის. თუ შეიძლება ორი ისეთი, ხლა მე პოლიტიკაში ოპოზიციაში მოდი ესე ვთქვი. უფრო დიდი ხანი ვარ ვინმე მირაკლია და მე მესმის თითოეული ფრაზა. ნუ ერთ რამეში მაინც დავხვდებით. თითოეული ფრაზა, მე მგონი მაშინ შევთანხმდით თუ სააკაშვილი კრიმინალია. არ ვიცი, მე ესე მგონი. მე მესმის თითოეული პოლიტიკური ფრაზა. ეხლა მე მართლა არ მინდა გულწრფელად მინდა გთხოვო, რომ ეხლა ჩემი და ოქროაშვილის ამ სიტუაციაში რომ ანიხილისტებთ ჩვენ ხალხს ხალხის ყურისთვის ერთ რაღაცა ქვაბში მიდენა, რაღაც თვლი რომ ეს არ არის სრულფასოვანი განცხადება. გადაცემაში იყავით ერთად, თორე მე არ გაიგივებთ არც ერთ შემთხვევაში. არა, ახლა გაჩეჩილაძე და ოქროაშვილი, ახლა არ ვიცი, ზოგ შეიძლება არ სიამოვნებს ამ ორი გვარის ჩემთვის მართლა რომ ვითხრათ სულ ერთია, იმიტომ რომ ბევრ რამეში შეიძლება ირაკლი ოქროაშვილი ისნაირად ფიქრობდე, მეც როგორც ვფიქრობ, ეს ერთი, მეორე ის არის რომ შენ რომ რასაც უძახი წარმატებულს რომ ხალხი ქუჩიდან შეიყვანე სახლში მე ამას ვერ დავარქმევ წარმატებას იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ საახაშვილის ხელში არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა მაგრამ ის ქუჩის გარეშე არ წავა იმიტომ რომ იმათ იმდენი კრიმინალი აქვს გაკეთებული იმდენი ხალხი ყავს დახოცილი იმდენი კომპანია აქვს აქციები აქვს წართმეული და იმდენი პული აქვს კრიმინალური სისხლიანი პული ნაშოვნი
ისინი თავისუფალი არჩევნები და აგერ ზუსტად ამ ისტორიამ გააკეთა. რო თუ ჩვენ ევოლუციურად განვიხილავთ რა არჩევნებიდან რა არჩევნებზე მივდივართ, არჩევნებიც კი დაწყნარდა. ისე დაწყნარდა, რომ ბუზის გაფრენა აღარ ისმის არჩევნების დროს და ვაგებთ. ეს მტკივა მე. და მიზეზი რა რატომ